გამარჯობა პოზიტივის საინფორმაციო სამსახური იწყებს თქვენთვის მუშაობას ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნიკო ხურცილავას აღკვეთის ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმის განხილვას მისი ახლობლები ესწრებოდნენ. ოპოზიციონერ აქტივისტ ხურცილავა თავს 22 ივლისს დაესხა, მოტივად კი დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა. მომხდარიდან მალევე ხურცილავა პოლიციაში თავად გამოცხადდა, ბრალი აღიარა და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა. სასამართლოს სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნაწილობრივ პროკურატურის შუამდგომლობა, ორივე მხარეს შუამდგომლობით გირაო შესახებ, თუმცა პროკურატურას ჰქონდა დამატებით შუამდგომლობა საპატიმრო გირაოს სახით მისი უზრუნველყოფის გამოსაყენებლად. ხოლო ჩვენი შუამდგომლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ კლასიკური გირაო, რაც დაკმაყოფილდა და ნიკო ხურცილავა გადავიდა სასამართლო დარბაზიდან 5,000 ლარის სანაცვლოდ. ყველაზე ძვირფასი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში და ყველაზე ძვირფასი პერიოდი არის ბავშვობა და დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი, იმიტომ რომ არ არსებობს ოჯახი, რომ ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე და მებებია ილიკო და ილარიონზე და კუკარაჩაზე არ გაზრდილიყო. ამიტომ ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი და მე ამას ძალადობას არ ვეძახი. ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა და მთელი ბაბუაჩემის ლიტერატურაც ეგ არის, ჰელადოსიც და თეთრი ბაირაღების და კუკარაჩაც. ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი მწერალი რო გონიათ, რა ვიცი. ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, კმაყოფილია. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დღეს 42 წლის ნიკა კაპანაძის სასამართლო პროცესი გაიმართება მისი ბრალი მკვლელობასა და სამი პირის მკვლელობის მცდელობასთან ერთად სხვა ბრალდებებსაც მოიცავს. პროკურატურა მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ცნობისთვის 22 ივლისს ვერაზე ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი 17 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აუცილებლად ყველა ასპექტში იქნება უმკაცრეს. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით დოკუმენტაციით არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა. შესაბამისად, შეკითხვა შემიძლია გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რაც გააქვთ იარაღების შენახვასთან მიმართებაში, თუ კი ეს ფაქტი დადასტურდება ამ მიმართულებითაც შევისწავლეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ასეთი ინფორმაცია და დოკუმენტი ოფიციალურად არ არსებობს, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, შესაბამისად ჯერ ეს ეტაპი არ გაგვივლია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაული აღკვეთა დაკავებულია 2 პირი. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ შპს სკაიფორტის ყოფილმა და მოქმედმა დირექტორებმა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათ მშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა. მოტყუებით დაიუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ იცარგებლეს დაყადაღებული ქონებით. დანაშაულები 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა. გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნული საფუძველზე მათ უნდა გადასცემოდათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1,258,322 ამერიკული დოლარი და 411,897 ლარი მიითვისეს. გარდა ამისა, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდგომ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები შეიყვანეს შეცდომაში და მათ
არარსებული საერთო ჯამში 1287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი, ეგრეთ წოდებული ჰაერი მიყიდეს. რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430,000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ. საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1,688,374 ამერიკული დოლარის და 411,897 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს. ქუთაისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა მრავალფუნქციური სივრცე, განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას ერთიან ეკოსისტემაში აერთიანებს. პროექტი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციად შეფასდა და მისი მიზანი საქართველოს როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციების გაძლიერებაა. ჰაბი თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, ტექნოპარკს, სამეცნიერო ტექნოლოგიურ მუზეუმს, სტარტაპის განვითარების სივრცეებსა და ტუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს. დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიცავს. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების ხარდაჭერის სისტემა, შექმნით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. მთავრობის ხელშეწყობით 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა. დასთანხმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველოს რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა. ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. აქ ფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, ტუმოს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები, რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებები. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია. ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი. აქ ერთ სივრცეში თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციან. ჩვენ სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და ტუმო, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ეფუძნება ტექნოლოგიური განვითარების გზაზე 4 მთავარ საფეხურს: ინტერესიდან უნარამდე, უნარიდან პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან ინოვაციურ ბიზნესამდე. 4-ვე ეს მნიშვნელოვანი საფეხური აქ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არის წარმოდგენილი. ხსნით სივრცეს, სადაც მომავალი აღარ არის შორეული პერსპექტივა. მომავალი იქნება აქ,
ყოველდღიური მუშაობით, კონკრეტული ადამიანებით და რეალური შედეგებით. ყველას გელოდებით ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ენერგოსისტემის აღდგენა ავარიის დაფიქსირებისთანავე დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ. ინტენსიური და коорდინირებული მუშაობის შედეგად მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზის დადგენა. 10 და 15 წუთზე ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ავარიის დაფიქსირებისთანავე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და коорდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლობა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი 31 კილოგრამამდე მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 13 მჭიდი, 544 ვაზნა და 2 ხელყუმბარა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგოდ დაიუფლა და ადგილიდან მიიმალა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის რეგიონში მოადგილეებთან ერთად სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ ჭაბაშუმა დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებსა და დანაყოფის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის მერვე გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მაგისტრის ხარისხი 40 მსმენელს მიენიჭა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა მია ბალახაძემ ხაზი გაუსვა სამაგისტრო პროგრამების უპირატესობას და ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას. პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები და სიგელები გადაიცათ. ეროვნული თავდაცვის აკადემია 4 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, სადაც 18 საგანი ისწავლება. სწავლის შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაზე სწავლის შესაძლებლობა აქვს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და სამოქალაქო პირებს. დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმ ფაქტით, რომ პირველად თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურა დაამთავრა 4 სამოქალაქო პირმა. წელს პირველად მოგვეცა სამოქალაქო პირებს შესაძლებლობა, რომ გვესწავლა აღნიშნულ კურსზე და ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი გამოცდილება, როგორც სამოქალაქო პირებისთვის, ისე უშუალოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის, იმიტომ რომ აკადემიის ხელშეწყობა ეს უწყვეტი და ძალიან საინტერესო განათლება, რომელიც სამოქალაქო და არა მარტო სამოქალაქო, ასევე სხვა პირებსაც მოგცემ შესაძლებლობას, რომ მომავალში გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა მემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს. გავიარეთ მაგისტრატურის კურსი, რომელიც იყო სავსე
გამოწვევებით, თუმცა ამავდროულად დიდი მხარდაჭერის ფონზე ჩვენ შევძელით ყველა გამოწვევის გადალახვა. ჩვენ ვსწავლობდით სხვადასხვა საგნებს უსაფრთხოების სფეროდან და მსმენელები ძირითადად ვიყავით სამხედრო მოსამსახურეები და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული საჯარო მოხელეები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა ღონისძიებას მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ეროვნული ბანკის აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტატის აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელშიც შეაჯამა ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები. გოგიტა თოდრაძემ ყურადღება გაამახვილა ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ეს არ არის მხოლოდ რიცხვებში გაზრდილი ორგანიზაცია. ეს არის ადამიანების ცოდნის და ინოვაციების ტრანსფორმაცია. ჩვენ ვამაყობთ იმ გზით, რომელიც გავიარეთ და კვლავ ხედავთ ახალ ჰორიზონტებს, სადაც სტატისტიკა იქნება აუცილებელი ძალა პროგრესის და განვითარების შესაფასებლად. ჩვენი ისტორია დასტურია იმისა, რომ საქმისადმი ერთგულება, პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება ცვლის აწყვოს და ქმნის მომავალს. რუსთავის მერია მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში თანამშრომლების პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც. პროფესიული გადამზადების კურსი რუსთავის მერიის 1500-მდე თანამშრომელს აქვს გავლილი. პარალელურად რუსთავის მერია მუნიციპალური ტრენინგ ცენტრის შექმნის კონცეფციაზეც მუშაობს. ჩვენ ყოველთვის ვემზადებით და ვამზადებთ ჩვენ თანამშრომლებს, გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები და გეგმები და სწორედ ამ გეგმების შესრულებას, ახალი სერვისების განხორციელებას სჭირდება მომზადებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლები თავს გაართმევენ იმ ახალ გეგმებს და მიზნებს, რომელიც დასახული აქვს ქალაქს. რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი აგრძელებს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის კურსი, ასევე გრძელდება ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადება. პარალელურად კი ვაგრძელებთ ტრენინგ ცენტრის კონცეფციაზე მუშაობას. ამ ეტაპზე რუსთავის მერიას გადამზადებული ყავს 40-მდე თანამშრომელი ტრენერად. თბილისში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა მერმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. მთავარი აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე კეთდება. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ბახიძის დავალებით მიმდინარეობს. ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჩემ გუნდთან ერთად წარუდგინე მუნიციპალიტეტის 12 წლიანის განვითარების სტრატეგია, ასევე წარდგენილი იქნა 3 წლიანი სამოქმედო გეგმა. დოკუმენტს არ აქვს საბოლოო სახე. ჩვენ მათგან მოსმენილი როგორც შენიშვნები, მითითებები, თხოვნები გათვალისწინებული იქნება კიდევ ერთხელ დამუშავდება დეტალურად. განათლების სფეროზე გამახვილა ყურადღება, საკმაოდ ბევრი პრიორიტეტი ჰქონდა ამაზე და ძალიან მომწონს ეს სოფლებში საბავშვო ბაღების, სკოლამდელი დაწესებულებების, სკოლების მშენებლობის. ფოთი წყალსათხილა მურო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ოქროს ტბაზე მიმდინარე ტურნირში მსოფლიოს 20 ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან ქართველი ათლეტებიც, ჩვენი ქვეყნის სახელით შეჯიბრში 3 ფოთელი სპორტსმენი ასპარეზობს. ათლეტები ერთმანეთს სპორტის 3 ძირითად დისციპლინაში ეჯიბრებიან. საერთაშორისო ტურნირი ხვალ სუხიშვილების გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. 35 წლის შემდეგ ტარდება მსგავსი მასშტაბის ჩემპიონატი, სპორტული ღონისძიება ჩვენს ქალაქში და ეს არა მხოლოდ ტრადიციის გაგრძელება, ეს არის მართლაც ისტორიის წარმატებული ისტორიის ახალი თავით და ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ ამ პროცესს. ოქროს ტბა ნამდვილად არის უნიკალური ადგილი მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობისთვის. მინდა წარმატებები უსურვო ყველა სპორტსმენს. 21 ქვეყნის 50 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ამ დარჩენილი 2 დღის განმავლობაში. 26-ში იქნება დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება.
ასე რომ გეპატიჟებით ყველას მომბრძანდით და დაესწარით ამ საოცარ დღეებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთში რომ ტარდება ეს ევროპის ჩემპიონატი, რადგან აქ ჩამოვიდა ძალიან ბევრი სპორტსმენი, ცნობილი სპორტსმენი, წარმატებული სპორტსმენები. ძალიან სიმახარული ვარ რომ მათთან ერთად ვსრიალებ, მათთან ერთად გავდივარ შეჯიბრებას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, ერთმანეთს 16 საათზე შევხვდებით დროებით.